გამარჯობა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი ჩემი სახლს-დაბუნება და დიახ, ეს არის ჩვენი Opel Astra-ს პროექტის გაცოცხლების მესამე ნაწილი. ეს მანქანა არის 1999 წლიანი და მას აქვს 1.6 ლიტრიანი მოცულობის ეკოტეკის ძრავი. ანუ ჩვენ ამ მანქანას როგორც თქვენ იცით, უპირებთ თავიდან ბოლომდე აღდგენას, ანუ უნდა გავაცოცხლოთ, დაუბრუნოთ თავისი ძველი სიცოცხლე. პირველ ნაწილში ამ მანქანას ჩვენ ფირი ავაძეთ, როგორც ხედავთ, წინა ბამპერზე და კაპოტზე არ აგვიძვრია, იმიტომ რომ შესაძლებლობები გაქვს ერთ სიტყვით ახლები გვაქვს საყიდელი და უბრალოდ დრო აღარ დავკარგეთ. შემდეგ მეორე ნაწილში მთელი სალონი დავშალეთ, ამოყარეთ სავარძლები, ასევე ამოყარეთ ხალიჩები, ხოლო ტორპედო და რული დავტოვეთ, ამ მთელი პლასმასებიც მოხსენით. და შემდეგ ეს ყველაფერი კარგად გავრეცხით. ასევე მოხსენით გაზის ბალონი, დავამუშავეთ, შევღებეთ და მისი ჩარჩოც რა თქმა უნდა. ეს ვიდეო ამ პროექტის მესამე ნაწილია და დამიჯერეთ რომ წინ ძალიან მაგარი სამუშაოები გველის. გირჩევთ რომ მოიმარაგოთ პოპკორნი, ასევე მოეწყოთ კომფორტულად, იმიტომ რომ ძალიან რთული და დიდი ხნის სამუშაოები გველის წინ. დაგასპოილერებ და გეტყვით თუ რას ვუყირებთ ამ მანქანას ამ ვიდეოში. ანუ ეს მანქანა გაზზე რომ გადაიყვანეს, იმის მერე როგორც გაზზე ისე ბენზინზე ამუშავებდნენ, ჩვეულებრივად იდეალურად მუშაობდა მანქანა ბენზინზე, მაგრამ სულ რამდენიმე ხნის წინ ცოტა ხანია გასული მანქანა ბენზინზე მუშაობა შეწყვიტა, ანუ აღარ მოისურვა ესე რომ ვთქვათ ბენზინზე მუშაობა და დღეს ჩვენ სწორედ იმას ვაპირებთ, ანუ გავარკვიოთ თუ რა სჭირს მანქანას და რატომ არ მუშაობს ბენზინზე და შევეცდებით რომ დავგოგოთ ეს მანქანა ბენზინზე დღეს ჩვენ აქ. რა თქმა უნდა ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით და წინ კიდევ ძალიან ბევრ ამას გავაკეთებთ, რაც დარწმუნებული ვარ რომ დაგაინტერესდებათ. სანამ დავიწყებდეთ, მოდით ჩემი არხი გამოიწერეთ, ასევე დალაიქეთ ვიდეო და ზარისღილაკსაც მიაჭირეთ, იმიტომ რომ არ გამოტოვოთ ამ პროექტის შემდეგი ნაწილები, ასევე ბევრად უფრო საინტერესო პროექტები და ვიდეოები. კარგი, მოდი შევუდგეთ საქმეს. აბა დავიწყოთ. მეგობრებო, ჩვენ ახლა უნდა მოვწმოთ შიგნით მანქანაში რა ჭუჭყებიც არის აბსოლუტურად ყველაფერი და შემდეგ შევუდგეთ სხვადასხვა რაღაცეების გაცოცხლებას, გაკეთებას. მეგობრებო, როგორც იქნა მოვუჩით აქეთ ამ ხნის ამოწმენას და ეხლა გადავალთ მეორე მხარეს და იმასაც იდეალურად გავწმინოთ. ეს ჩვენი საჯლიბო კვებელი, ხომ იცით, ეხლა ჩვენ ამას ჩავთავთ, დრაჟენიას მისცემს და მთელ მტვერს გარეთ გამოიყვანს. და ჩვენ მტერსაც ვუტვით, ამ მტვერს მიუშვერთ ერთ სიტყვით და გამოიწოვს ამ მტვერს. დიახ მეგობრებო, როგორც იქნა მოვუჩით ამ მანქანის ამოწმენდას, ბოლომდე ამოვაკრიალე და იდეალურად გავწმინეთ, რასაც ქვია. ძალიან ბევრი ჭუჭყი იყო შიგნით და იმდენი იყო რომ აი მტვერსას უტის დაახლოებით 4-ჯერ გაწმენდა მომიწია. შემდეგ გადავინოსოთ უკანა მხარეს, სადაც შემდეგ ჩვენი საშკულკი ხელსაწყო გამოვიყენეთ, მივადეთ და დრაჟენის გამო მტვერი აქეთ გამოიყარა და ეს მტვერი მტვერსას უტის გავასუფთავეთ. და თქვენ როგორც იცით, ეს მანქანა არის გაზზე და მუშაობს იდეალურად, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემა, ეს მანქანა არ მუშაობს ბენზინზე და ეს უნდა გავარკვიოთ დღეს. პირველ რიგში უნდა მოხსნათ ბენზინასოსი შევამოწოთ. თუ მუშაობს, შემდეგ გადავალთ სხვადასხვა რაღაცებზე ეტაპობრივად ნაბიჯ ყველაფერს მივყვებით და შევამოწმებთ დეტალურად. და ასე გავვალთ საბოლოო შედეგამდე და ვიხილავთ რა სჭირს მანქანას, რა აქვს გაფუჭებული და ავამუშავებთ ბენზინზე. ჩემი აზრით ორი ვარიანტია, რაც შეიძლება იყოს გაფუჭებული, ან ბენზინასოსი, ან ინჟექტორები, რაც ძრავში უშვებს ბენზინს. ან შეიძლება საერთოდ ორივეც იყოს გაფუჭებული. ერთ სიტყვით შევამოწმებთ ახლა რა არის გაფუჭებული და დავიწყებთ ბენზინასოსიდან. აი ეს ჭირს ბენზინასოსის თავს რომ ბენზინი არ აორთქლდეს და არ ამოვიდეს მაღლა. აი ესე გამოიყურება. ხოლო ჩავხსნათ აი ეს კაბელები და ამოვა მაღლა. მეგობრებო, აი ეს ჩამთველი არის ბენზინისა და გაზის გადამთველი, ანუ ესე ჩამოწევ გაზია, მაღლა აწევ ბენზინი იქნება. და აი ეს კაბელები არ არის დაპაიანებული და ჩვენ ახლა უნდა დავაპაიანოთ ისინი იდეალურად რომ იყოს.
მეგობრებო, დავაპაიანეთ, აი იდეალურად გამოვიდა. ეხლა დავახობთ იზოლაციას და მოვჩებით ამის გაკეთებას. მეგობრებო, ჩვენ ახლა ამ კაბელებს და შანგებს შევაერთებთ, სანამ დავშვიდოთ, მაგამდე უნდა მექნა, მაგრამ არა უშავს, ახლა ვიზავ. ამას იმიტომ შვები, რომ მანქანას დავატრიალებინებ და თუ ხმა იქნება ბენზინასოსის, მაშინ ესე იგი ბენზინასოსი მუშაობს. თუ არ იქნება, მაშინ ამოვიღებთ და ვიყიდით, ახალს დავაყენებთ. ესე იგი არ მუშაობს და მაგით. იგი მოდი ახლა უცბად შევაერთოთ. მეგობრებო, ეს აკუმულატორი არის აბსოლუტურად მკვდარი, ახალი არ გვაქვს. ეს აკუმულატორიც დიდია და ამიტომ გვიწევს რომ პერემეჩკებით შევაერთოთ და ისე დავატრიალებინოთ მანქანას ძრავი. ჩვენი ბენზინასოსი არ მუშაობს. კარგი, მოდი მოხსნათ იქ. მოხსნათ ესე. ეს პლასმასიც მოხსენით. კარგი არა მოდის ჩვენი ნასოსი. ამდენად არ მუშაობს ჩვენი ბენზინასოსი, გაჭედილია. ვიყიდით ახალს და დავაყენებთ. ამდენად არ მუშაობს ჩვენი ბენზინასოსი, გაჭედილია. ვიყიდით ახალს და დავაყენებთ. აი მეგობრებო, ვიყიდეთ ახალი ბენზინასოსი. ახალი არ არის მართალია, მაგრამ იდეალურ მდგომარეობაშია. და რა თქმა უნდა, ორიგინალი არის. ზუსტად ანალოგია ჩვენი ბენზინასოსი, ახალი ბენზინასოსის და პირდაპირ ახლა დავაყენებთ, ჩავსვავთ. ასე ამ ჩვენ ძველ ხუბზე შლანგი გახეული იყო, ამ შლანგსაც გადავიდანთ. არ დაგიმალავთ, ეს ბენზინასოსი აი ესევე როგორც ახლა არის, ანუ სრული კომპლექტი, ეს თავისი ფილტრით, ყველაფრით, დაждდა 50 ლარი, მეტი არა. კარგი, მოდი ახლა დავაყენოთ ჩვენი ახალი ბენზინასოსი. ერთ სიტყვით ახალი ბენზინასოსი დავაყენეთ, ახლა შევაერთეთ ჩვენი Ford-ი, ანუ პერემეჩკებით შევაერთეთ აკუმულატორი, რომ ეს აკუმულატორი როგორც გითხარით, არ ვარგეს საერთოდ, არც იტენება არაფერი და გადავატრიალებთ მანქანას. იმედია დაიგოგება ერთ სიტყვით. კარგი, ახლა დავატრიალოთ მანქანა. ერთ სიტყვით ბენზინასოსი მუშაობს, მაგრამ მანქანა მაინც არ იგოგება. ახლა არის ორი ვარიანტი. ან ინჟექტორები არ მუშაობს, ან სადმე ქვემოთ მანქანას ტრუბკა აქვს დაღუნული. და ეს რომ გავარკვევთ, ინჟექტორები აგაჭედილი თუ ტრუბკები არის დაღუნული ან რაღაც მანქანის ქვემოდან, უნდა ჩავხსნათ აი აქ ტრუბკა და შევამოწმოთ. თუ წამოიღო ბენზინი, ესე იგი ინჟექტორების ბრალია, თუ არა და მაშინ ტრუბკების ბრალია. კარგი, მოდი პირველ რიგში ჩავხსნათ ტრუბკა. აი კონკრეტულად ეს არის ინჟექტორი და ესეთი 4 ცალი აყენია, სულ. ანუ ელექტროინჟექტორებია, ესენი რთავს დათიშავს, ანუ უკეთავს და უხსნის კრანს, რომ ბენზინი შევიდეს და არ შევიდეს. დიდი ალბათობით ესენია გაფუჭებული და ეს რო გავიგოთ, ანუ აქამდე ბენზინი მოდის თუ არა, უნდა ჩავხსნათ აი ეს ტრუბკები. აი ქვემოთ 2 ცალია, ერთი აბრატნია, ანუ უკან რომ გავიდეს დარჩენილი ბენზინი და ერთი შემოსვლელია. ერთ სიტყვით ახლა ჩავხსნით ამ ტრუბკებს და ვნახავთ მოაქვს თუ არა მანქანას ბენზინი. აქამდე ბენზინი მოდის, მაგრამ შემდეგ ინჟექტორები ძრავში არ უშვებს ბენზინს და აქაც შეიძლება ორი რამ იყოს. შეიძლება დენი არ მოდის ინჟექტორებამდე, ან შეიძლება ინჟექტორები არის გაჭედილი. პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ დენი მოდის თუ არა. ან დენი თუ არ მოდის, სულ ახლებიც რო დავაყენო, მაინც არ დაიგოგება მანქანა. მოდი შევამოწმოთ დენი მოდის თუ არა. მეგობრებო, ჩვენ და სამწუხაროდ ინჟექტორებში დენი არ მოდის. აი ამ ნათურით შევამოწმეთ, აქ გავუკეთებ და ძრავს როცა ვატრიალებდით, აქ არ ირთვებოდა ერთ სიტყვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ინჟექტორებში დენი არ მოდის, სადღაც რაღაც მოხდა, ან კაბელი გაწყდა, ან მცველი გადაიწვა. თუ რეილი აქვს რამე, შეიძლება რეილიც გადაიწვა, მაგრამ არ ამგონია, რომ ბენზინის სისტემას რამე რეილი ჰქონდეს, ესეც ცალკე განკუთვნილი. უფრო დიდი ალბათობით სადმე კაბელი არის გაწყვეტილი. აი ამას თქვენ ხომ ხედავთ. აი ამას. ხიანად ესეთ მდგომარეობაშია კაბელები.
და შეიძლება სადმე აქაც ეგრე იყოს. არც ისე ცოტა საწვალებელი აქვს. ეხლა ჩვენ უნდა მოხდათ ეს მთლიანი ჰაერს ფილტრის ყუთი და ეს ტრუბა. ეს ჩვენი ჰაერის ფილტრი და თავისი ყუთი მოხსენით. აი აქ კი არის გაწყვეტილი, მაგრამ ეს კაბელი აქ ბოლო ორისთვის არის. პირველი ორის კაბელი არ ჩანს გაწყვეტილი, ამიტომ მთლიანი ამ ხოვლას გახსნა მოგვიწევს. რაც პირდაპირ კომპიუტერს უკავშირდება. ერთ სიტყვით მოდი ამ იზოლაციების გახსნები დავიწყოთ. ანუ აქ აქვთ გადაკეთებული ერთ სიტყვით ეს კაბელი მოდის საიდანღაც უკნიდან გამოდის აქ, აქედან უერთდება მე ინჟექტორის ჩამოთვლთან, მე ამას უერთდება, აქედან მე გადადის აქ სადაც უკვე გაწყვეტილია, ახაც გადამყვანივით არის, აქ მიდის და აქდენი. ერთ სიტყვით დავატრიალოთ მანქანას, მასას ავიღებთ აქედან. მინუსი თუ მოხდა, ნატურას არაფერი მოუვა, რაინთება და არც არაფერი არ გაფუჭდება. მაგრამ პლუსი მოხდეს, არ შეიძლება, ზამეკანია მოხდება, შეიძლება. თუ მინუსზე რომ დავადებთ, მაშინ არ აინთო ნატურა, მაშინ პლუსზე დადებისას აინთო, ესე იგი მინუსია. ეხლა ჩვენ აქ ეს 4-ვე კაბელი ერთად უნდა გადავაბათ. მოდი აბა მცველები შევამოწმოთ. ეს საღია, არც აკისლენია აქვს. ისეც საღია, არც ამას აქვს აკისლენია. ისეც საღია, არც ამას აქვს. კარგი, აქ ეხლა პატარა მცველებთან მოვედით და ესენი შევამოწმოთ. ყველა მცველი საღია. ანუ მეგობრებო, ჩვენ ინჟექტორებში მიდის პლუსი და არ მიდის მინუსი. ჩვენ რომ მინუსი სხვა ადგილიდან მივიყვანოთ, ანუ და სულ მუდმივი მინუსი იყოს, ანუ ეგრე არ გამოვა, არ შეიძლება. იმიტომ რომ 4 ცილინდრში ბენზინი თანაბრად წავა და ყოველთვის და ეგრე არ შეიძლება. ანუ მარტივად რომ თქვა, კომპიუტერის საზღვაოს კაბელებში როდის შეუშვას მინუსი და როდის გააღოს ეს ინჟექტორები. პლუსი მუდმივად აქვს მიყვანილი. ანუ ძრავს როცა ვატრიალებთ, ანუ მანქანის დაგოქვა როცა გვინდა, ცილინდრი როცა დაბლა ჩადის, მაშინ იღება ის ინჟექტორი, შემდეგ ამოვა, აფეთქდება და ისე დაიგოქება მანქანა და ასე გააგრძელებს ყოველთვის. ამიტომაც ზუსტად ამიტომ არ შეიძლება მუდმივი მინუსის მიყვანა. აქ მხოლოდ 3 ვარიანტია ჩემი აზრით, ან ინჟექტორებია გაჭედილი, დენი მიაქვს და მე ვერ გავიგე წესიურად მიაქვს თუ არა, ან ეს კაბელები ბოლომდე მოვედით აქამდე გაწყვეტილი არსად არ არის, ან ეს შტეკერია კომპიუტერის და ან თვითონ კომპიუტერი. დიახ მეგობრებო, დიახ, ეს ჩვენი BMW E34-ია. როგორც გახსოვთ, გარიგება გვაქვს დადებული და როგორც კი ჩემი YouTube არხი ავა 10000 გაუმწერზე, მაშინ ვივიწყებთ ამ მანქანის თავიდან ბოლომდე გაცოცხლებას. ეს 1998 წლის პირველი თაობის E34-ია და მასში დგას 2.7 ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე ძრავი. და ვიცი, გაგიკვირდებათ და გაგიჭდებათ კითხვა, თუ საიდან ამ მანქანაში ეს ძრავი. BMW-ს ამ ძრავებით ეს მანქანები ნამდვილადაც არ გამოუშვიათ და მართლებიც ხარ თამაში. მანქანაში გარკვეულად 2.5-იანი ძრავი იტო და მაგის გაფუჭების შემდეგ BMW E30-ის, ანუ ეგრეთ წოდებული ხულიგანკის 2.7 ლიტრიანი ძრავი ჩადეს. და მე იმ ძველი ძრავის ნაწილებით დასბორეს, ანუ 2.5-იანის. აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ფიქრობთ, ერთი ჩვეულებრივი ჯართიაო, განა რა უნდა გაუკეთოს ისეთიო, ესე რო ლაპარაკობსო, მაგრამ აი დამიჯერეთ, როგორც კი 10000 გაუმწერზე ავალთ ამ მანქანას, ისე გავაკეთებთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, თუ არა საუკეთესო. მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენი დახმარების გარეშე ეს პროექტი არ შედგება. ანუ თქვენი დახმარება მინდა რომ გამოიწეროთ ეს არხი და ასევე თქვენი დახმარება იმაშიც სჭირდება, რომ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს და იმათაც გამოაწერინოთ, რომ რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ ეს მონსტრი ტრასაზე. მოკლედ, ყველაფერი თქვენს ხელშია, ერთი სული მაქვს, როდის დავაბრუნებთ ამ ბებერს ტრასაზე. ამასობაში მეგობრებო, ჩვენი ვიდეოს დასასრულს მივუახლოვ და მართალია ვერ მოვასწარით ის ყველაფერი, რაც დაგეგმილი ქონდა ვიდეოს დასაწყისში, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ იმდენი ვიშრომეთ. პირველ რიგში ჩვენ დავიწყეთ სალონის ქიმწმე და აი
გავაკრიალეთ იქაურობა, ჯერ თავიდან დავიწყეთ მტვერსასრუტით, მტვერსასრუტეთ, მთელი წლების ნადები მტვერი, ქვიშა და პატარა კენჭები, შემდეგ სველტილო გადაუსვით და მანქანა პრიალი დაიწყო შიგნიდან. შემდეგ გადავინახოთ ტექნიკურ მხარეს და ვიდეოს დასაწყისში რაც ქონა, მთავარი მიზანი რაც იყო ჩვენი, უნდა დაგვექოქა ეს მანქანა ბენზინზე და პირველ რიგში რა თქმა უნდა მივადექით ბენზინასოს. ბენზინასოსზე მართლები ვიყავით, აღმოჩნდა გაჭედილი, მოუხსენით, შევამოწმეთ და მართლაც რომ გაჭედილი იყო. შემდეგ წავედით ვიყიდეთ, მართალია სულ ახალ-ახალი არ გვიყიდია, მაგრამ რაც მთავარია, ორიგინალი ვიყიდეთ და უმაღლესი ხარისხის არის და არაფრით არ ჩამოუვარდება სულ ახალ-ახალს. ბენზინასოს დაყენებამდე ბენზინზე და გაზზე რომ გადაერთას, მაგ გადამთვლელის კაბელები იყო ცუდად შეერთებული, დავაპაიანეთ, აი იდეალურად, კაპიტალურად გამოვიდა ყველაფერი, ასევე ცუდად იყო გაყვანილობა, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. შემდეგ დავაყენეთ ჩვენი ახალი ბენზინასოსი, ყველაფერი იდეალურად დადგა, მაგრამ მანქანა გადიუდა და მაინც არ დაიკოკა. მივადექი ინჟექტორებს, მეგონა ინჟექტორები იქნებოდა გაჭედილი, მაგრამ სანამ ინჟექტორებს მოხსნიდი, დავინახე რომ კაბელები იყო გაწყვეტილი, ანუ პირველ რიგში შევამოწმე დენი მოდიოდა თუ არა და რომ გავქექე კაბელები გაწყვეტილი იყო ერთ სიტყვით, გადავაბით იდეალურად, აი ყველაფერი მართლა კარგად გამოვიდა, ბევრად გზას იყო გაწყვეტილი, მაგრამ მანქანა მაინც გადიუდა და არ დაიკოკა ბენზინზე. მივადექი რელებს, მცველებს, სალონში, გარეთ, ყველგან სადაც შეიძლებოდა მენახა, მაგრამ მიზეზი არც ეს აღმოჩნდა. მაგრამ არა უშავს ეს ხო პროექტია, ანუ ჩვეულებრივად გაგრძელება ამ მანქანის ვიდეოები და შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად დავქოქავთ ამ მანქანას ბენზინზე. სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ასევე დაალაიქოთ ვიდეო, კომენტარებში რა თქმა უნდა დატოვეთ თქვენი აზრები ამ ვიდეოს შესახებ და საერთოდ ამ პროექტის შესახებ შეცვლილით რამეს, როგორ რას გააკეთებთ ან საერთოდ აზრები მომაწოდეთ, რა შეიძლება იყოს გაფუჭებული ამ მანქანაზე. და რაც თავია, ზარისხილაკით გავაქტიუროთ, იმიტომ რომ არ გამოტოვოთ ამ პროექტის შემდეგ ვიდეოები და შემდეგი უფრო საინტერესო პროექტები. ჯერ მარტო იმიტომაც უნდა გამოიწეროთ, რომ რაც შეიძლება მალე გავტეხოთ 10000 გამომწერიანი ნიშნული, ანუ რაც უფრო მალე ავალთ 10000 გამომწერზე, მით უფრო მალე გავაცოცხლებთ ჩვენ ბებერლომს BMW E34-ს. დიდი მადლობა გვერდჩილომისთვის, განსაკუთრებული მადლობა იმათ, ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, აი უზარმაზარ სტიმულსა და мотиваციას მადლობს ესეთი თქვენი აქტიურობა და უფრო მინდება რომ უფრო უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ თქვენ. კარგი დღეისათვის, სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. აბა დროებით.